ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა. ამ საგნებში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მე-12 კლასის მოსწავლეებმა 5.5 ქულაზე მეტი უნდა მიიღონ, რათა სკოლა დაასრულონ და ატესტატი აიღონ. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებამდე კი ცოტა დროა დარჩენილი. 9 დღეში მე-12 კლასელები ატესტატის მისაღებად ბრძოლას დაიწყებენ. მღელვარება მატულობს. სასწავლო წელი მე-12 კლასელთათვის 20 მაისს დასრულდება. საატესტატო გამოცდები კი 21 მაისს დაიწყება. ნამარჯვენე სკოლიდან მე და მე-5 სკოლაში მიგვერთეს და ვაბარებ მე-5 სკოლაში. წინა 4 ჩაბარებული მაქვს. ცოტა ახლა მოთხზე ღელა. და რა ვიცი, მედია ჩავაბარებ. ახლა მაქვს ქართული, ინგლისური, ისტორია, მათემატიკა. და უფრო რა ინგლისური მიჭირს. ინგლისურის უფრო მაშინაა. ჭიათურის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის ნუგზარ მიროტაძის ინფორმაციით, ჭიათურაში სულ 400-მდე მე-12 კლასელია. საგამოცდო ცენტრი ჭიათურაში 23 სკოლაშია გახსნილი. მე-12 კლასელთათვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდება. გამოსაშვები გამოცდები ისეთნაირად მიმდინარეობს, რომ ნაწილი მოსწავლეებისას უკვე ჩაბარებული აქვს 4 გამოცდა ფიზიკაში, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფიაში. ხოლო ვისაც ეს გამოცდები ჩაბარებული არ აქვს, მას მოუწევს 8 საგანში. ხოლო ვისაც ჩაბარებული აქვს, მოუწევს დარჩენილ 4 საგანში ჩაბარება და ეს იწერება 21-დან 25-ის ჩათვლით. გამოსაშვები გამოცდები ასევე მე-11 კლასში ჩატარდება. მე-11 კლასელებს გამოცდების ჩაბარება 4 საგანში მოუწევთ. მათთვის გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია. შანსი გვეძლევა, რომ თუ ახლა ვერ ჩავაბარებთ გამოცდებს, შეგვიძლია მე-12 კლასში ხელთავიდან ჩავაბაროთ და ეს ჩემი აზრით ყველა მოსწავლისათვის კარგია, იმიტომ რომ ახალი შანსებია ეს მოსწავლისათვის. წარმოიდგინეთ, ბავშვი აბარებს გამოცდას და მე დამთავრებს სწავლას და მთელი 1 წლის განმავლობაში საგანს აღარ კიდევს ხელს, ხო? მე-12-ში აღარ ისწავლება. და წესით და კანონით უნდა ჩააბაროს იმ დროს, როდესაც სწავლას მორჩება. ანუ მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ. ეს მე ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია მოსწავლეთათვის. მე-11 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები 14 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება. წელს მე-11 კლასელებს გამოცდა გვიტარდება 4 საგანში: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია. საკმაოდ რთულ გამოცდებს ველოდებით ყველანი, ნერვიულობთ ალბათ კიდევაც და ყველაზე მეტად ალბათ მე პირადად ქიმიის და ფიზიკის მეშინია. შეძლების დაგვარად ყველანი მემზადებით ამ საგნებისთვის და დიდი მედებს ვამყარებთ, რომ ჩავაბარებთ ამ გამოცდებს და შემდგომში მე-12 კლასში დანარჩენ 4 საგანსაც ჩავაბარებთ. სკოლის გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ტესტირებით ჩატარდება და მას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დააკვირდებიან.